ახალციხეში, სადაც მუნიციპალიტეტი 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ახალ სამუსიკო სკოლას აშენებს, მშენებლობაზე დასაქმებულ ხელოსნებს ხელფასების მიღება უჭირთ. ინფორმაცია ჩვენს რედაქციას ორმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა წყარომ მიაწოდა. სამუსიკო სკოლის მშენებლობა, რომელიც ქალაქის კულტურული განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივად არის შეფასებული, გარკვეული პერიოდი შეჩერებული იყო. აღნიშნულის შესახებ ერთ-ერთი წყარო გვიყვება, რომელმაც ანონიმურად დარჩენა გთხოვა. მისი ინფორმაციით პროცესი მას შემდეგ განახლდა, რაც მუშა ხელი შეიცვალა. იმას, რომ ახალციხის მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუსიკო სკოლის მშენებლობაზე დასაქმებულებს ხელფასს არ აძლევს, გვიყვება პარლამენტის წევრი გახარია საქართველოსთვის სოფიო ხორგუანი. ის პარტია გახარია საქართველოსთვის სამცხე ჯავახეთის ყოფილი კოორდინატორია. სოფიო ხორგუანი გვეუბნება, რომ მუშები სარგოს რამოდენიმე თვე ვერ იღებდნენ, რის შემდეგაც სამუშაოს დატოვება და სხვა ობიექტზე გადასვლა მოუხდათ. ჩვენ ამ კონკრეტულ დასაქმებულებთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა მათ საჯაროდ საუბარი არ სურთ. როგორც პარლამენტის წევრს მომმართეს მოქალაქეებმა ამჯერად სამუსიკო სკოლასთან დაკავშირებით მშენებლობაზე დასაქმებულებმა, რომლებსაც აქვთ პრობლემა და ასევე შეშინებულები და არ სურთ ღიად ამაზე საუბარი და ამბობენ იმას, რომ სამუშაოები ჩაატარეს და ეს შეასრულეს და შემდეგ ხელფასი არ გადაუხადეს და მერე ყოველ ჯერზე იღებდნენ დაპირებას, რომ ამ კუთვნილ ხელფასს მიიღებდნენ, მაგრამ ეს დაპირება დარჩა და ეხლა ეს ბოლო დღეები საერთოდ ტელეფონზეც არ პასუხობენ. ეს არის ის, რასაც მე მეუბნებიან ეს მოქალაქეები. ეს სამწუხაროდ არ არის პირველი შემთხვევა და ასეთი რაღაცები ხდება არა მხოლოდ ახალციხეში, ან ჯავახეთში იყო შემდეგი ასეთი შემთხვევაც იყო. ესეთი შემთხვევები მთელი საქართველოს მასშტაბით არის. ძირითადად ხდება ხოლმე ესეთი, როდესაც არის სახელმწიფო შესყიდვების დროს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები, რომ არ უხდიდნენ მოქალაქეებს ანაზღაურებას. და რეალურად ეს იმასაც ადასტურებს, რომ ძალიან ბევრი სწორედ ესეთი სახელმწიფო შესყიდვა და ტენდერი კორუფციულად შედგა. ამას უკვე ქართული ოცნებაც აღიარებს, რომ ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა იყო. ჩემთვის ყველაზე სამწუხარო აქ არის კიდევ ის, რომ ამ ადამიანებს ეშინიათ საჯაროდ საუბრის. სამართლებრივი გზების გამოყენების სასამართლოს გზის ეშინიათ, იმიტომ რომ რაღაც ზოგიერთებს ყავთ რაღაც ოჯახის წევრები, რომლებიც არიან რაღაც საჯარო სამსახურებს რაღაც დაკავებულები. და ეს შიში რომ სამ პრობლემას შეუქმნიან სამსახურებში მათ ოჯახის წევრებს, ეს შიში არსებობს. სამუსიკო სკოლის მშენებლობა ამ ეტაპზე შეუფერხებლად გრძელდება. პროცესი ჩვენ დღეს გადავამოწმეთ და კომპანიისა და ყოფილ დასაქმებულებს შორის შესაძლო ურთიერთობის მიზეზების გარკვევას ადგილზე შევეცადეთ, თუმცა კამერის წინაშე არავინ საუბრობს, ხოლო კომპანიის შეპესე ბიელის წარმომადგენელი ადგილზე არ დაგხვდა. შეპესე ბიელთან დაკავშირება ჩვენ ოფიციალურად მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ვცადეთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ კითხვები წერილობით გაგვეგზავნა. ჩვენ კომპანიას წერილი გავუგზავნეთ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუსიკო სკოლის მშენებლობისთვის 3 მილიონ 557,156 ლარზე ტენდერი 2025 წლის 8 იანვარს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა 4 კომპანიამ მიიღო. შერჩევას შეფასების ეტაპზე მერიამ შეპესე ბიელი შეარჩია, რომელსაც სხვა კომპანიებთან შედარებით ყველაზე დაბალი თანხა 3,459,999 ლარი ჰქონდა შეთავაზებული. საბოლოოდ ხელშეკრულებას 3,59,059 ლარზე გაფორმდა. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ სამუსიკო სკოლის მშენებლობა 2026 წლის მაისის ბოლოს უნდა დაასრულოს.
აქვს თუ არა ინფორმაცია მერიას იმის შესახებ, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასა და დასაქმებულებს ანაზღაურების თაობაზე უთანხმოება აქვთ. ასევე რამდენად ადასტურებენ ინფორმაციას სამუსიკო სკოლის მშენებლობის სავარაუდო შეფერხების შესახებ. ამ კითხვებით ჩვენ ახალციხის მერიას დაუკავშირდით. უწყებაში ჩვენს დასმულ კითხვებს არ უპასუხეს და გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე მშენებლობა შეფერხების გარეშე მუშაობს. ახალი სამუსიკო სკოლის მშენებლობა შალვა ახალციხელის 5 ნომერში მიმდინარეობს. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით თანხის ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო ნაწილი მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა.